საღამომშვიდობის ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩვენს ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან ერთად მე ნინო ვარდაპეტიანი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. მიტოვებული ტერიტორია ახალუბაში და საფრთხის წინაშე მყოფი ნომერ 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბორჯომში ჩარხისწყლის ხიდთან ახალი სკვერი მოეწყობა. ახალციხეში სოფელ ზიკილიასთან ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სხეული მდინარე მხითთან ახლოს გამორიყა. თანასოფლელებმა შენიშნეს, რომ აღნიშნული პიროვნება მდინარეში გადახდა. მაშველები მას 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით, 55 წლის ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაახლოებით 8:30-დან 8 საათის მანძილზე შემოვიდა სატელეფონო ზარი და მითხრეს, რომ სოფელწნისის მოსახლე გადამხტარა ხიდიდან. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულოს კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახური. შეტყობინებიდან დაახლოებით 10 წუთში მეც ვიყავი შემთხვევის ადგილზე. აღმოჩნდა, რომ მიცვალებული გამორიყა ზიკილიაში, წნესის ხიდზე. იქაც ვიყავი ჩასული, იქაც ადგილზე. დამეტავზე არიციან და ვფიქრობ, რომ ავადმყოფობის ბრალი შეიძლება იყოს ავადმყოფობიდან გამოწვეული. დინით მივიღე ინფორმაცია, რომ ნახევრი გაურეკია სანახიროს საქონელი. გამოტრიალებულა იქიდან და ზეთ ხიდზე შუა ხიდიდან ფეხსაცმელები და ეს ჯოხი იქავე დაუტოვია ზეთ შუა ხიდზე ასულა ხიდზე და გადავხტარა წყალში. იქავე ხალხი იყო, მაგრამ ვერ მოასწრეს ჩვენ. ოჯახში არავითარი კონფლიქტი არ ქონია. იქიდან ავადმყოფობიდან გამომდინარე ალბათ. ეგ არის მიზეზი. საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა. გიორგი მარგველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მედია საშუალებებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ გააცნო. შეწყალების კომისიამ ჯამში 597 საქმე განიხილა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან დღეს გათავისუფლდება 69 მსჯავრდებული. მათგან არის 10 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. ამავე აქტის საფუძველზე 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და მათში 2 არის ქალბატონი მსჯავრდებული და 2 არის არასრულწლოვანი. არის ძალიან ბევრი სხვადასხვა დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირები, ბუნებრივია არ არის განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებულები. ახლა კი ბორჯომის ამბები. ახალი უბნის ნომერ 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საფრთხის წინაშე დგანან. სკოლის ეზოსთან მიტოვებული ტერიტორია შესაძლოა ბავშვების დაშავების მიზეზი გახდეს. სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნული ადგილის შემოღობას და უსაფრთხოების ზომების დაცვას უკვე მესამე წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ეს არის ტერიტორია, რომლის შემოღობას და უსაფრთხოების ზომების დაცვას 4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია უკვე მესამე წელია ითხოვს. ამ ადგილზე სავაჭრო ობიექტი მდებარეობდა, შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოხდა. ტერიტორია სკოლის ეზოს ესაზღვრება, სადაც ბავშვები თამაშობენ. შეიძლება მივიდეს ბავშვი, ან ჩამოვარდეს, ან რაღაც, ან იქიდან მიწა ჩამოშორდეს და ჩამოვარდეს ბავშვი. ჩვენი თხოვნა არის, რომ შემოიღობოს კარგად და მიხედონ დროზე ამასა, რომ არავის არაფერი დაუშავდეს. ბავშვებისთვის ძალიან საშიშია. ან ღამეთ შეიძლება ადამიანი, ნასვამი ადამიანი მოდიოდეს და გადავარდეს შიგ. და რა წლობით არის, ასე არის პირდაღებული 40 და გასაკეთებელია, მისახედია. როგორც პედაგოგები ამბობენ, მიტოვებული ტერიტორია საშიში დღითი დღე ხდება. ყოველი წვიმის შემდეგ მიწა იშლება, ქვები ცვივა, საფრთხე ექმნება ელექტროგადამცემ ბოძებს. საძირკველი ეცლება ასფალტის საფარს, რაც ცენტრალური სამანქანო გზის ჩამონგრევის საშიშროებას იწვევს. 1-2 მძიმე მანქანამ რომ გაიაროს დატვირთულმა, ნამდვილად ჩამოშავდება მთლიანად ეზა. მოქმედებ რომ გადაბრუნდება ურემი,
გზა მაშინ ჩდებაო და ნუ გადავაბრუნებ და დროზე ბავშვებს უშველოთ და სკოლას უშველოთ და მოსახლეობასაც უშველოთ. თორე დატრიალდება რაღაც უბედურება. აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ბორჯომში მცხოვრებ ავთანდილ გონგლაძეს ეკუთვნის. ჩვენ შევეცადეთ საკითხის გარკვევას და მასთან დაკავშირებას. მან არაფერი არ ინგრევა, მთელი შენობა დამანგრევინეს მთლიანად. განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ავთანდილ გონგლაძემ. აღნიშნულ პრობლემაზე ტელეკომპანია ბორჯომმა სიუჟეტი 2013 წლის 18 ნოემბერს მოამზადა. მაშინ მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემდეგი კომენტარი გააკეთეს. განცხადება ჩვენ გაგზავნილია 21 ოქტომბერს. ხო, ჩვენს მიერ შემოწმება აღნიშნული ტერიტორია. თუ აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოღობილი სათანადოდ და ისევე წარმოადგენს საფრთხეს მაცხოვრებლებისთვის და მოსწავლეებისათვის, მოხდება ახალი შეტყობინების გაგზავნა ამ ობიექტის მესაკუთრესთან, ბატონ ავთანდილ გონგლაძესთან. ვადა საუბრობთ იქნება 5-დან 7 დღემდე, თუ ბატონი ავთანდილი თავისი ნებით შემდგომ არ განახორციელებს ამ ობიექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მაშინ მუნიციპალიტეტი თავისი საკუთარი ძალებით გააკეთებს. დაიცავს ამ უსაფრთხოების ნორმებს, შემოღობს ტერიტორიას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამის საჭიროებას ჩვენ დავინახავთ. და შემდეგ დაიკისრება სასამართლოს ძალით ობიექტის მესაკუთრეს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების დაფარვა. ხედავს თუ არა მუნიციპალიტეტი ტერიტორიის შემოღობის საჭიროებას. ამ საკითხზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. ბორჯომში ჩარხისწყლის ხიდთან სკვერის მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოები 18,000 ლარამდე დაჯდება და მას შპსრ-მშენი ბორჯომი ასრულებს. სკვერში განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები, ასევე დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები. რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისათვის აღნიშნულ ადგილზე სკვერის განთავსება. ნახეთ ნინო ჯიქურაშვილის სიუჟეტში. ბორჯომში ჩარხისწყლის ხიდთან სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ტროტუარის, საფეხმავლო ბილიკისა და ბორდიურების მოწყობა. დამონტაჟდება ლითონის მოაჯირი. ასევე სკვერში იგეგმება გამწვანების სამუშაოები, განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები. სკვერის გახსნა რამდენიმე დღეში იგეგმება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერი შემდეგ სახეს მიიღებს. დაბალბიუჯეტიანი პროექტია, მოხდება ადგილობრივი იმ ლოკალური სივრცის გალამაზება. გაკეთდება ლამაზად, გახდათ მე მგონი ადგილობრივ მოსახლეობას მოეწონება. ჩვენი კომპანიამ რემშენმა ბორჯომმა ერთი თვის წინათ მოიგო ტენდერი. ეს პატარა სკელი დაახლოებით 18,000 ლარი. ვფიქრობ ჩავაბაროთ პირველისთვის. მოსახლეობის ნაწილი ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია. აცხადებენ, რომ სკვერის მოწყობა მათი მოთხოვნა იყო. ეგ მოითხოვა მოსახლეობამ და იმიტომ გააკეთეს. აქ მაცხოვრებლებს არაფერი ბავშვებს გასართობი არ აქვს და ხონდა რაღაცა გაკეთდეს, აბა არა. იქრება სულთან დაждდებიან, დაიშვენებენ ხალხი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. დიდი ხანია გვინდოდა რომ აქ რამე გაკეთებული იყო და ჩვენ პატარა მონაკვეთს არ აქონდა რამაზე პარკი და სკვერი. მოსახლეობის ნაწილს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული ადგილი სკვერის მოსაწყობად შეუფერებელია. მან წამდა უჭმავარიები ხდება, რაც მე თავი მახსოვს. ანუ თქვენთვის მიუღებელია იმ ადგილას სკვერი? არც იყო საჭირო რა, ზედმეტი. შეამჩნევდით, იქ არის სპეციალური დამცავი ესეთი ბოჭკინტები ბაზალტის, რომელიც დაიცავს. აბსოლუტურად უსაფრთხოა, არაფერი საშიშროება არ არის არაფერი. ერთადერთი საშიშროება რაც არის იმ სკვერში, ეს არის ლითონის ბოძი, რომელზეც გადის მაღალი ძაბვა. ეს არის გაკეთებული ენერგოპრო ჯორჯიას მიერ, რომელიც კაცრად გაფრთხილებული, მაგრამ დღეს მდგომარეობით ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ალბათ მოახერხებს და იმ ბოძს და იმ ელექტროკაყვანილობას მაღალ ძაბს გადაიდას. ტელეკომპანია ბორჯომი ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენელს დაუკავშირდა. გია ბალახაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ენერგოპრო ჯორჯიას წერილობით გუშინ მიმართა. ბალახაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ საკითხზე ჩვენ დავიწყეთ უკვე მოსამზადებელი სამუშაოები, მოხდება მოკვლევა თუ როგორ და რა კუთხით შეიძლება ამის გაკეთება და უკვე ამ ყველაფრის შემდეგ უკვე მივიღებთ დასკვნა ჩვენ ამ საქმეს გადავიტანთ, დავუშვათ თუ გამგეობა გადაიტანს და ჩვენ მივეხმარებით ეს როგორ იქნება ეს ურთიერთ მოლაპარაკების საკითხიც, რომ ფიზიკურად სამუშაო შესრულება, ნუ შეიძლება ალბათ 1-2 დღის ვადაში შესრულდეს გაკეთდეს. ეს არის გამგეობის გადასატანი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათ მივეხმაროთ ამ საქმის შესრულებაში.
პროექტ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთიდან 2000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. აქედან შემდეგ ეტაპზე 700 ბენეფიციარი გადავიდა. ისინი ტრენინგების კურსს გადიან, სადაც ბიზნეს გეგმების წერას ისწავლიან და 1 მაისიდან ბიზნეს გეგმების კონკურსში ჩაერთვებიან. პროექტის ხელმძღვანელების ვარაუდით, მათგან მინიმუმ 300 მეწარმე დაფინანსდება. ამჯერად პრიორიტეტი ტურიზმის სფეროა. ამ მიმართულებით წელს შედარებით მეტი იდეა დარეგისტრირდა. მეწარმეები განსაკუთრებით ნინო წმინდის ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან აქტიურობენ. ამ საქმეს ვიწყებ იმიტომ, რომ ჩემს რაიონში მსგავსი უნდა მოიხსნა ეს განხილვები რა. პრიორიტეტები არ შეცვლილა, ტურიზმის მიმართულება არის ჩვენთვის პრიორიტეტული, მით უმეტეს ამ რეგიონში და საკმაოდ მაღალი იყო ამ კუთხითაც აქტივობა. ძალიან აქტიური იყო ნინოწმინდის რაიონი, ამ რაუნდში ახალქალაქით საკმაოდ გააქტიურდა და ბორჯომი, ბაკურიანი ტურიზმის მიმართულება ძალიან აქტიური არიან. ეხლა და ძალიან მიხარია, რომ ეს მიმართულება ზოგადად ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული და აისახა ჩვენ პროექტსაც. სწორი მიმართულება აქვთ არჩეული, რომ ცდილობენ, რომ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში იქნება ეს თუ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით თვითონ მეწარმეებმა შეარჩიონ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები რა არის, მოთხოვნა რაზე არის უკვე. იდეა მომივიდა, რომ მე თვითონ რომ მქონდეს თორე ხელპურს მოვამარაგებ იქვე მაღაზიებშიც. რომ ყველას მიუტანო ეს ხელიპური, მე თვითონ გავაკეთებ დისტრიბუციას, თან დიდი ხარჯები არ მექნება. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მოგება მექნება და რაღაცით გავიმჯობესებ ჩემს ცხოვრებას. იგივე აკრება იქნება კომპიუტერში რაღაც დახმარება, მაგრამ მოდიოდა ადამიანი განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-17 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. აპლიკაციების გაგზავნა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით არის შესაძლებელი. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან სწავლობენ უცხოეთის უნივერსიტეტში და ითხოვენ მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა კი სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 27 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. სააპლიკაციო სისტემების შემოტანა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ანუ ელექტრონულად ხდება. თქვენ შეგიძლიათ იყოთ რეგიონში, ან ამ პერიოდში არც იმყოფებოდეთ საქართველოში. აკმაყოფილებთ რა ფორმალურ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენს მიერ არის წამოყენებული, ხართ საქართველოს მოქალაქე, გარკვეული ასაკობრივი ზღვარი სამაგისტროზე არსებობს. სამაგისტრო პროგრამაზე დანარჩენ პროგრამებს ასაკობრივი ზღვარი არ აქვთ. გაქვთ პასპორტი, გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გაქვთ ასევე ჩარიცხვის წერილი. თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეავსოთ ნებისმიერ დროს. უმეტესად შეუძლია. ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გაიგეთ როგორი ამინდი გველის მომდევნო დღეებში. ამინდის სპონსორია სამშენებლო და სარემონტო მაღაზია ჩანკო. აქ ხარისხი ფასზე მაღალია. ხვალ 28 აპრილის ბორჯომში ნაწილობრივ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მინიმალური ტემპერატურა 9, მაქსიმალური კი 19 გრადუსი დაფიქსირდება. ზედაღრუბელი იქნება დილიდან 10 საათზე 15 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. უმეტესად მზე იქნება და 19 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 13 საათზე. იწვიმებს 16 საათიდან სითბო 16 გრადუსი იქნება. ნალექი შენარჩუნდება 19 საათზეც ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიკლებს. 22 საათზე მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი მომდევნო დღეებშიც. მცირედი წვიმა იქნება 29 აპრილს, სითბო 14 გრადუსი. ნალექი მოიმატებს და 14 გრადუსი იქნება 30 აპრილს. გამოიდარებს 1 მაისს, დაფიქსირდება 15 გრადუსი სითბო. 2 მაისიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 19 გრადუსამდე მოიმატებს. იწვიმებს 3 მაისსაც, მოსალოდნელია ჭექაქუხილი, მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება. ამინდი ხშირად იცვლება. ჩვენ მისი არჩევა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ სამშენებლო მაღაზია ჩანკო, რომელიც გთავაზობთ სარემონტო მასალების ფართო არჩევანს. ჩანკო თქვენი ამინდის სპონსორია.
ასეთი იყო 27 აპრილის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.